მოგესალმებით, ვიცი ერთი სული გაქვთ, გაინტერესებთ რას ვაპირებთ ამ მანქანებით. ნუ cover-ზე ნახავდით და გაინტერესებთ რა გიჟური იდეა მოგვივიდა. მაგრამ სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ზამთარი დაგვედგა. ანუ ოფიციალურად უხეშ ზამთარს გახსენოთ ვაცხადეთ. ჩვენ ვიმყოფებით ეგეტა მოტორში და აქ არის ზამთრის უამრავი საბურავი. ანუ ერთის არჩევანი არის ყველანაირი ავტომობილისთვის. ზამთრის საბურავი საჭიროა, იმიტომ რომ ქალაქიდან ვერ გადაადგილდებით და დეკემბერი არის ყველასთვის საყვარელი პერიოდი, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ყველას უნდა სხვადასხვა ადგილებში შეხვედრა ამ ახალი წელს. ამიტომ შეგიძლიათ მობრძანდეთ ან ონლაინ დაჯავშნოთ თქვენი საბურავები, რომელიც თქვენ ავტომობილს ერგება, ყველაფერს დაგიმონტაჟებენ, ისე მოგიმზადებენ მანქანას, რომ სადაც მოგინდებათ ნებისმიერ ადგილს საქართველოს მასშტაბით წაყვალ. ნუ შეიძლება საქართველოს გარეთ მიდიხართ და მაგისთვისაც იდეალურად მოგიმზადებენ ავტომობილს. რა თქმა უნდა, Bridgestone-ს უწევ რეკომენდაციას, იმიტომ რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია და უმაღლესი ხარისხის არის. მაგრამ ვინმეს თუ მაინც და მაინც Bridgestone-ი არ გინდათ, არჩევანი დიდია. მე ერთ-ერთი იმას ვიძახი, რომ ზამთარში უნდა გეყენოთ ზამთრის საბურავი. მობრძანდით, დააყენეთ არჩიეთ და შეგიძლიათ მერე სადაც გაგიხარდებათ, იქ წახვიდეთ უკვე ამაყად და თამამად. ერთი სიტყვით, ეხლა უკვე ხალხი ელოდება რა ზაკრული ჩანაფიქრი გვაქვს, იმიტომ რომ cover-ზე ნახეთ, რომ ორი BMW დგას, ორი BMW უხეში test-drive-ის არხზე უკვე ბირჟა არის. ამ ვიდეოში გაიგებთ თუ რას ვაპირებთ. რა თქმა უნდა, პროექტებს სიამაყით წარმოგიდგენთ ხოლმე და შეგვიძლია პირდაპირ გადავიდეთ ამ ორ გმირზე. მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ, ახალი წელი მოდის, ახალ წელში არ გულისხმობ ახალ წელს და 31-ს და პირველს, ახალ წელში გულისხმობ, რომ 20-26 მოდის და ეს იმას ნიშნავს, რომ უხეში test-drive-ის არხზე ახალი პროექტებია საჭირო, ახალი ვიდეოებია საჭირო და ახალი შემართებით, ახალი მიზნებით და ახალი გეგმებით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მოღვაწეობა. ერთ-ერთი პროექტი, ცოტა ადრე მოგვიწია, მაგრამ ჩათვალეთ საახალწლო ვიდეოა ესეც. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ ფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და აი ტვინი გავიჭყდათ, რომ საინტერესო ყოფილიყო, არის ეს. წლების წინ ჩვენ ჩამოვიყვანეთ მე-4 სერია 428, ნუ გავაპროექტეთ, დამტროულიყო გავაკეთეთ, როგორც ვაკეთებდით ხოლმე. მაგის მერე ჩვენ უკვე M4-ით შევიძინეთ. M4-ის test-drive-ის გადაღებული გვაქვს, რომელი მანქანა შევიძინეთ, მაგით გერმანიაშიც ჩავედით, აქაც ვიარეთ, ნუ ერთი უამრავი ვიდეო დავდეთ მაგ ყველაფერზე. ძალიან ბევრი F-სერია მოხვდა ჩვენს არხზე, ანუ ძალიან ბევრი და ერთი სიტყვით აი ეს კუზავი თითქოს ამოუწურეთ, მაგრამ ამოწურული არის, კიდე ერთი იდეა მოგვივიდა. მაგის მერე ჩვენ გვყავდა უკვე G-სერია, ახალი M4, რომელიც 1000-ზე ავიყვანეთ და ნუ ერთი სიტყვით M-ებს ესე დაუვარეთ BMW-ებში. ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და ვთვლით, რომ ეს კუზაო, ანუ ეს F-სერიის M-ი არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი და გამორჩეული ავტომობილი M-ის სერიებში, მესამე მე-4 სერიებში. და ზოგადად აი ხალხსაც რო ვკითხავ, აი კომენტარებშიც მაინტერესებს თქვენი აზრი. მე ვფიქრობ, რომ ხალხს, ვისაც M-ები უყვარს და BMW-ები უყვარს, ყველას მოწონს F-სერია, ანუ F-სერია უფრო მოწონთ ვიდრე G-სერია. ბევრი ფიქრობს ეგრე, ნუ კომენტარებში გავიგოთ, თქვენც ეგრე ფიქრობთ თუ არა. ეხლა საიდან მოვედით აქამდე, ანუ ეს რაში გვჭირდება? აი ეს ფურგონი რაში გვჭირდება? M3 თუ ვიყიდეთ, ეს ფურგონი რაში გვჭირდება? მოკლედ, ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ, თქვენთვისაც რომ საინტერესო ყოფილიყო და განსხვავებული პროექტი შემოგვეთავაზებინა, როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე და როგორც ჩვენ შეგვეფერება, თან ჩვენი პროექტები ყოველთვის სრულდება, ანუ რაღაცას რომ დავაანონსებთ, ყოველთვის ბოლომდე მიყვავს და ბოლოს idеალურ შედეგს გაჩვენებთ ხოლმე სიამაყედ. ზუსტად მაგითო ვიძახი ხოლმე ვიდეოს დასაწყისში, რომ ახალ პროექტს სიამაყით წარმოგიდგენთ. მოკლედ რა შეასაქმე? ქარხნულად BMW-მ არ გამოუშვა F-სერიის M ფურგონი. ანუ ფურგონი M-ი არ არსებობს, ანუ F91 არ არსებობს. ეს დიზელი შემოგთავაზეს, ირბინეთ რამდენიც გინდათ, არაკრაკეთ და იყავ გაჭვარტლეთ დედამიწა. მაგრამ M-ი არ შემოგთავაზეს. თუმცა ახალი G-სერიის M-ი ფურგონი არსებობს, მაგრამ რატომღაც F-სერიაში დაიკიდეს, აი გადაახტნენ, არ ვიცი. მაგაზე პასუხი არ მაქვს, იქ არ ვიყავი და არც სანდო წყარო არ მეუბნება არაფერს, უბრალოდ დაიკიდეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან M4, M3 და ასე შემდეგ ჩვეულებრივი კუზავები, რაც ქარხნულად გამოდის, ეგენი უკვე ყველამ გაცვით, ჩვენც გავცვითეთ, გადავიარეთ ყველგან და ყველაფერი გავუკეთეთ მაგ მანქანას. ჩვენთვის საინტერესო არის, რომ აი ამ ფურგონისგან ავაწყოთ F91. ჩვეულებრივი F31-ისგან უნდა გამოვიყვანოთ F91. სოფლიო მასშტაბით არის რამოდენიმე, იმიტომ რომ
ბრიტანელებს ევასებათ, რატომღაც, აი რო ჩაწეროთ რომ დაგუგლოთ, ნახავთ რომ ინგლისშია გაკეთებული რამოდენიმე ესეთი ავტომობილი. ანუ სოფლიო მასშტაბით კიდე გავიმეორებ, რამოდენიმე ეგზემპლარი არსებობს იმისი, რომ ესეთი ფურგონი გააემეს. ვინაიდან მე ვახსენე რომ ემი უნდა გავხადოთ, ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა გავაემპაკეტოთ და რაღაც ბამპერები მივაყაროთ და გადავჭრათ, გადმოვჭრათ და გარედან ემს გავდეს და შიგნიდან მე ისევ დიზელი იყოს. არა, ჩვენ გვინდა რომ იყოს ნამდვილი ემი. მაგისთვის ჩვენ წავედით და მეორე მთლიანი ნახადუ რომ დაჯდებით დაკოკავ და წახვალ იზანოსებ, იგაზავებ, ჩააჭერ, რა ვიცი, თუ გინდა რა ყავაზე გაჭერდები სადმე, ეგეთი სრულფასოვანი მანქანა შევიძინეთ. ანუ გადაგდებული რაღაცა სანაგვედან არ წამოგვიყია მანქანა, წავედით და მეორე ემი შევიძინეთ, M3. ის რაღაც ნაჩუქარი არ გეგმოთ, რაღაც გადაფრიკე და მოიგეში მოგებული მანქანა არ გეგმოთ, ის ვიყიდეთ. ანუ ჩვენ წავედით და ორი ავტომობილი შევიძინეთ, რომ ეს ჩვენი პროექტი განვახორციელოთ. მოგრათ ეს M3, ხო, M4 რატო არ იყიდე ვინმე თუ იკითხავს, მაგას მიხვდებით ალბათ რატო არ ვიყიდეთ, იმიტომ ეს მანქანაა საჭირო გადაეწყოს იქ, იმიტომ რომ ნუ წინა ცხვირი ამის იდგება და ნუ მაგას ვერ დეტალებით მიხვდებით რა. უკანა კრილოები და მთელი ამბები არის, ერთი სიტყვით მთელი ექშენები იქნება აქ. მოგრათ კავკასიოს ავტომ ჩამოიყვანა ეს ავტომობილი, ის პირდაპირ შევიძინეთ, არ ვიცი, იმის ისტორია დიდად არ ვიცი, ეგრე ფურგონი რაც გაიჩნდა, ბევრი არ დადეს იცით თქვენს ფურგონი და ეგრევე დავპოსტეთ ფურგონი გვინდა და რაც ჩაგვივარდა ჩვენი მეგობრის ავტომობილი აღმოჩნდა ეს და ეგრევე დამირეკა რა მე მყავსო და წაიყვანეთ თუ გჭირდებათო და ნუ გამოვართვით ჩვენ მეგობარს. მართლა მაგარი ემი ვიყიდეთ, ანუ მენანება, მაგრამ ჩვენ ისეთი მანქანები დაგვიჭრია რომ მტრისას ალბათ რავი გახსოვთ რამდენი მანქანა გადავჭერით და გადმოვჭერით. ამასაც ბარგალკის ქვა არ აცდება. როგორც პატარზალს არ აცდება, ამას ბარგალკის ქვა არ აცდება. იყო ერთი პერიოდი რომ გაიაფთა, ეხლა ისე ცოტა ფასები იმატებს და ვინც მოსწრებაზე ხართ და ფიქრობთ ვიყიდოთ თუ არ ვიყიდოთ, ჯობია იყიდოთ, იმიტომ რომ შეიძლება უფრო გაძვირდეს და მე ან არ გიღირდეთ მაგდენის გადახდა, ან ვეღარ იყიდოთ, ვეღარ შეძლოთ ყიდვა. ამიტომ კავკასიოს ავტოს მიმართეთ, აარჩიეთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი, დაელოდეთ, ჩამოიყვანეთ და მე იბაბანეთ ისე როგორც ჩვენ დავბაბანეთ ხოლმე ქალაქში. ერთი სიტყვით, გარბენი არ აქვს ბევრი, გარედან ხედავთ რომ იმე როგორც BMW უნდა იდგეს, ისე დგას, აი სიფასზე რო შეხედავ, ჩემი დედა სები არის იმენა ამის თვალები. ზუსტად ეგეთი ემი ვიყიდეთ, ანუ BMW შინიკური BMW შევიძინეთ, დაგდებული 3 სანტიმეტრი აჩორებს წინა ბამპერს ასფალტიდან. ტაივანები არ აქვს მიყრელი ორიგინალი ფარები, ანუ ყველა ზვირიანი ფარები რაც შეიძლება ეყენოს ამ მოდელს ეგ უყენია, ნუ ეგეც კაია, იმიტომ რომ ეს ხვირი უნდა გადავიდეს. მოდი ზედაპირველად გეტყვით რა უნდა შეიცვალოს და ნუ მე ტექნიკურად უკვე დეტალურად პროფესიონალები იგვეტყვიან რა როგორ სად დგება. უკანა კარას ხვდებით რომ ვერ გადავა, იმიტომ რომ სხვა ფორმა აქვს ფურგონს, ფურგონის კარი უფრო გრძელი, ანუ სხვა ფორმა აქვს საერთოდ, ანუ უფრო გრძელიც არის და ისედაც ფორმაც სხვა აქვს. ანუ მთელი მუღამი რა არის ამ მანქანაში? გარემო ხა ჯერ ვიზუალზე ვლაპარაკო, არის ეს გაბერილი უკანა კრილოები, აი ისეც ხა BMW-ში ვინც ერკვე ყველა მისის, მაგრამ ანუ მინდა რომ კარგად გამოჩნდეს. აი მთელი მუღამი არის, რომ იმ ფურგონზე ეს კრილოები გადავიტანოთ. იმიტომ რომ ის ფურგონიც უნდა იყოს გაბერილი, ქარხმად არც ერთი ფურგონი ჩვეულებრივი, მით უმეტეს ეს დიზელი გაბერილი არ არის, იმიტომ ვიზუალურად ყველა ერთია ისენი დანარჩენი. ალბათ ხვდებით რომ საბარგული ვერ გადავა. ბამპერი უნდა გადაიჭრას ამისი და იმისის უნდა გადაიჭრას და ერთმანეთზე მიეკეროს, ამო. კი, მოდი. მოგეთ აი ამის ქვევით, ზედამხარი უნდა დარჩეს თავისი ამ მანქანაზე, იმიტომ რომ აქ მოსარგებად უნდა მოერგოს, მაგრამ ქვევით უკვე უნდა იყოს ემი. ეს ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ნუ საბარგული და ეს ყველაფერი, ნუ ამას უკვე თავის დარჩება და ეს იქნება ძალიან რთული გასაკეთებელი, მე ვთვლი, ანუ კი ვიცით როგორ კეთება თეორიულად და პრაქტიკაში ნანახი გვაქვს სურათები, რომ ვიღაცას გაუკეთებია და ვიღაცას თუ გაუკეთებია, ესე იგი ჩვენც უნდა გავაკეთოთ. ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება, ეგეთი სირთულეები გვექნება. ამას პანორამა, ნუ ამას კარბონის ჭერი, რა თქმა უნდა, ჭერი ისედაც არ გადავიდოდა, მაგრამ ნუ კაი პაკეტი გვინდოდა რომ ყოლდა რა, ანუ პანორამით და ყველაფერი ფული რო ყოფილიყო რა, ეს აბლატაოთ. ეს რაც შეეხება ვიზუალს, ეხლა ორი სიტყვით გითხარით, იმიტომ რომ დეტალურად ახლა სხვა ვიდეოებსაც ხო გადავიღეთ როგორ შლით მთლიან მანქანას. ანუ ამას კი არა, ორივე მანქანა უნდა დაიშალოს თავიდან ბოლომდე. ეს რაც შეეხება ვიზუალს. ეხლა გადავიდეთ უკვე ოდნავ ტექნიკურ, ანუ სავალზე და ძრავზე და ასე შემდეგ. იმ ნაწილებზე რაც საჭიროა რომ აი ამას ემის ლოგოს რომ მივაკრავთ, რომ იმსახურებდეს და არა ის რომ ემის დისკები დავაყენე და ემი გახდა და ზოლი რაღაც ელიავაზე ნაყიდი ემ სპორტის ან რაღაცის მოტორსპორტის მოდიში. ესე იგი რა ხდება? ძრავი კოლოფი, ხიდი, ყველაფერი უნდა მოიხსნას ამ მანქანიდან. ანუ ამ მანქანიდან დარჩება რა დარჩა? ჭერი.
და ბაგაჟნიკი. ჭერი და საბარგული დარჩება ამ მანქანას. აი ეს ყველაფერი თავისი სამუხრუჭე სისტემით, თავისი ხიდით, თავისი გადაცემათა კოლოფით, თავისი სამაგრებით, თავისი ტრავერსით, რავი კიდე რადიატორებით, რავი კიდე რა შეიძლება შლანგები იქნება თუ ტრუბკები იქნება თუ რაც იქნება ყველაფერი უნდა გადმოვიტანოთ ამ მანქანაზე. მაგაში გვეხმარებიან მივალთ იმ ხალხთან, ვინც უნდა დაგვეხმაროს მაგის გაკეთებაში. ეს საქმეც არის სპეციფიური საქმე. ზოგ რაღაცას თეგეტაში გავაკეთებთ, ზოგ რაღაცაზე მეგობრები დაგვეხმარებიან, ზოგ რაღაცაზე ვიღაცას ვკითხავთ. სამი ეტაპია სირთულეს. პირველი არის სათუნუქე, იმიტომ რომ უნდა ჭრაკერვაში გავატაროთ დიდი დრო. მეორე არის რომ უბრალოდ მოვარგოთ ეს სავალი ნაწილი, ანუ ძრავი მოვარგოთ, გადაცემათა კოლოფი ვახსენებ ბეჯი, მაგრამ ეგეც უნდა მოერგოს, იმიტომ რომ ამასაც სხვა სამაგრები აქვს, ქვევიდან ყველაფერი სხვა. ეგენი უნდა მოერგოს ყველაფერი და მესამე კიდე ერთ-ერთი ყველაზე რთული იქნება ამის ელექტროობა. ანუ ეტაპობრივად უნდა წავიდეთ. ელექტროობა რატო იქნება პრობლემა? ანუ ფურგონს და სპორტულ მანქანას, ანუ M-ს, ანუ იმას, ბევრი რაღაც აქვს სხვადასხვა. ანუ რა პანორამა გვაქვს ახლა მაგალითად ამ მანქანაზე, პანორამიანი M-ი არ არსებობს, ანუ ლუკით შეიძლება იშოვო ჩვენ ყავდა, მაგრამ პანორამიანი M-ი არ არსებობს. ასევე საბარგული, რომელიც ორ ნაწილად იხსნება. ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი რაც აყენია ამ მანქანაზე მუშაობდეს. ანუ M-ი რო გახდება, გვინდა რომ ეს შუშა ისევ ესე იხსნებოდეს. ეს ერთ-ერთი მაგალითი არის. იმისი რომ გვინდა რომ აი რაც შეიძლება რთულად, მაგრამ იდეალურად გაკეთებული ავტომობილი შეხვდეს და არა ის რომ ეს საწმენდი უკანა საქარე მინისტრ რაც არის იმისი რომ ამოვიღოთ და გავაუქმოთ. არა, გვინდა რომ რახან აყენია მუშაობდეს. ანუ იქ რომ დავაჭერთ, ესეც უნდა აირთვებოდეს და ღილაკითაც უნდა ხსნიდე ამ საბარგულს. რომელიც გაჭედილია. მოკლედ რო არ მოგაწყინოთ ახლა ამ ვიდეოში ამ ლაპარაკით, უბრალოდ მინდოდა ამეხსნათ თუ რას ვაპირებთ და როგორ ვაპირებთ, მაგას ყველაფერს ეტაპობრივად ნახავთ თან სხვადასხვა ვიდეოებში, მაგრამ მაინც ხალხს ალბათ გული დაწყდება, იმიტომ რომ ესეთი M3 ვიყიდეს და ანუ აი როგორ უნდა დაჭრათო ახლა ალბათ ფიქრობენ, აი რა ვიცი, ნუ გვაგინებთ გულში მაინც კომენტარებში. გასაგებია რომ შეიძლება არ შეიგინოთ, მაგრამ არ შეგვაგინოთ, იმიტომ რომ ყველაზე უნიკალური პროექტი დავიწყეთ და ზუსტად მაგაშია მთელი უნიკალურობა, რომ რაც არ არსებობს, ის უნდა შევქმნათ. ამიტომ ამ M3-ზე მაგარი იქნება დასრულებული ფურგონი, რომელიც იქნება M-ი. ეხლა უკვე დროა, სანამ დავშლით, წავიდეთ ცოტა გავერთოთ, ცოტა ვნახოთ, როგორ მუშაობს ერთი და მეორე მანქანა. მაგისთვის მე უნდა წავიდე ლილ არენაზე, დაურეკო ჩიკოსაც, გიოც წამოვიდეთ ჩემთან ერთად და ოდნავ გავერთოთ, სანამ დავშლით ამ მანქანას. ჩავასხათ საწვავი, წავიდეთ ლილ არენაზე, ამოვუწყოთ 1-2 M-ს, M-ი ყავს მაინც, ეხლა უნდა გავიგოთ დადის თუ არა საერთოდ და მერე უკვე გადავიდეთ დეტალურად თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ორივე მანქანა დაიშალოს და ამ ერთისგან ავაწყოთ ერთი მაგარი ბიცა M-ი. წავედით. რა თქმა უნდა, ვემზადებით ლილოსთვის, რომ გავერთოთ, ორივეში ჩავასხით საწვავი, ის დიზელია და ცოტა დიზელი სალი არ გავუშვით, იმენა დიზელში, მეზიზღება დიზელი და რა თქმა უნდა, M-ში, ნუ სუპერი, როგორც ყოველთვის. ისევ შეგახსენებთ, რომ ჩემი წრე შეგიძლიათ ვისოლის აპლიკაციაში გამოიყენოთ, დაამატოთ მეგობრები, ახლობლები, ოჯახის წევრები და ერთად მიიღოთ კარგი ფასდაკლებები. ასევე შეგახსენებთ, რომ თვის ბოლომდე შაბათ-კვირას ვისოლის აპლიკაციას თუ გამოიყენებთ და ჩაასხავთ ვისოლის საწვავს, გეკუთვნით 20 თეთრიანი ფასდაკლება. ვინმეს ჯერ კიდევ თუ არ გაქვთ ვისოლის აპლიკაცია, გადმოწერეთ, უმარტივესია და ისარგებლებთ ამდენი ბენეფიტებით. ეხლა ჩიკოს გზაში შემოგვიერთდება და აი ამ საწვავს, რომელიც აქ ჩავასხით, ლილ არენაზე უნდა დავხარჯო სულ გვერდულად. წავედით. ჩამოვედით უფროსების დისნეილენდში. რა თქმა უნდა, ლილ არენაზე ვართ ჩიკოსთან ერთად. ბემეს ვერ მოვთ ისე რომ ჩიკოს არ გაუზიართ. კრუში უნდა დავატრიალოთ. ერთი სიტყვით ორივე მანქანა ჩამოვიყვანეთ, ჩვენი M3 და ფურგონი. ფურგონი არის დიზელი და 4-ვე წამყვანი, ვინც არ იცით. ანუ იმით ბევრს ვერაფერს ვერ ვიზავთ. მაქსიმუმ რალიზე იქ სადმე თუ გადახტები, მაგრამ ის კუზა უგჭირდება, ამიტომ ცოტას დავინდოთ. სანამ ორი მანქანიდან ერთ მანქანას ავაწყობთ, ჩიკო, რა სიტყვი, რომ ამით ცოტა ვისრიალოთ. შენ იმენა უნდა გამოვისვათ, ბოლო სიცოცხლე აქვს ამ კუზაოში, ამ ძრავს, ანუ ეს აღარ იქნება, აღარ იარსებებს. გამოვღებლად.
გამოუღებლად. უნდა მოვატყუოთ. მოგრად, ცოტა რომ გავერთოთ, ჯერ მე შევახურებ მანქანას, გავეცნობი, იმიტომ რომ საბურავები წინ ფაქტიურად არ არის, მეტკაზია, ცოტა სიცივეა, სნოში ვიქნებით, მაგრამ ეგ უფრო ექსტრემალურია და ეგ უფრო გასართობია. თან ისე ვერ დავშლით ამ მანქანას, რომ ჩიკოს ერთი არ ამოვარტყმევინოთ მეორეში. ნუ ვერ ამოვარტყავს, სეპლენი არ გვაქვს, მაგრამ ჩაარტყალსა, ჩააბრუნებ. დავიწყოთ. წლებია შეგეცი და მოვიდა ის ნანატრი დრო. ხო და ეხლა მე ჩექცემ, აი შენი მანქანით რომ ჩამოცანცარდი აქ რო გარეწკე და გამოყანა კერამიკა რო გადაოსი, ეხლა როგორ ამოვარტყავ ნახავს. წამო, წავედით, მოკლედ ყველაფერი ვცადოთ, რაც გამოვა აქედან. ეს იდგეს აქ 1-2 დონატი შემოვარტყათ. ამით მე მოყვები და გადავიდი. ბაზარი არა. წავედით. Motherfucker, this is draft day. Niggas talking with the bags. Pockets hella flat. I told myself this is the last day. არა, ეს რა ჩუსტივი დავი ხა. მაგას ვერ დავუხარდა. თან ჩამოარტყავ აგრძელ. ეს ჩამოარტყავ ჩატეკე. ეს ხოჭი რომელია მეორეს როი. იგი მაგერი. Master class-ები ჩიკოს განიწყება? და გადაობა იცი რა არის მესამე პედალს ვეძებდი და არ იყო. Motherfucker, this is draft day. Niggas talking with the bags. Pockets hella flat. I told myself this is the last day. Getting tired of walking around the prison with the sad face. Shawty hella fun. I turn around and what that ass say. What's the last place? Last thing. Someone on the pleasure cause a nigga really had pain. Walking through the pressure, that's my mantra like my last name. ამჟავებული ემი შემოგტენე. იმენ ამჟავებულია. In my pocket, tell him that this is my last day. Tried to tell him this is draft day. ნუმერა ტრაექტორია პაპალა. Bring the father in. They was praising God in church, but still I see a lot of sin. They don't fight no war, they got to burn the shit and bother them. I stay out the way, I'm trying to put up for my mama and them. Tell them this is draft day. In my pocket, tell them this is my last day. Wait, tried to tell them this is draft day. No more walk around depressing with a sad face. I ain't signed up for the army, but it felt like I was drafted. Every step was like a march, but my spirit never fractured. Saw the violence in my view, couldn't let me be a capture. My mind set on higher heights, cause I knew I'd be a master. We was trained in survival, that's the only lesson taught. And the streets ain't place for love, but I'm learning what I saw. Made a promise to myself that no matter what I fought, I'ma make $1 million. I ain't dying on the block. Tell them this is draft day. In my pocket, hella broke, this is my last day. Wait, tried to tell him this is draft day. No more walk around depressing with a sad face. Tell him this is draft day. In my pocket, hella broke, this is my last day. Wait, tried to tell him this is draft day. No more walk around depressing with a sad face. დაგვიშვეს, გიუში. მაგარი საბურავებით ვართ, აი მიფუჩეჩებულიც არ არის, აი გაფურჩქნული ქვია ამას. დიდი ფანდურობის მერე ცოტა გავერთეთ, იმიტომ რომ ამას ვერაფერს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ეს იყო მაიმუნობა და გართობა. სერვისამდე რომ მივიდეთ, დატოვე საბურავი? კი. ან უკან უფრო მეტია ვიდრე წინ საბურავი. ეს ხდება პირველად დრიფტში. ანუ აქაც ეგრეა. კი, უკან უფრო მეტი საბურავი ვიდრე წინ ორივე მანქანაზე, უკან უფრო მეტი საბურავია და ხორცია. ნუ ერთი სიტყვით ეს იყო უბრალოდ მართლა გვაინტერესებდა რა მდგომარეობაში იყო, ნუ M3, იმიტომ რომ ფურგონის მდგომარეობა დიდად არ გვაინტერესებს.
ნუ კი, ხელი შევლება უნდა, მაგრამ აქ არ გვეშინია მაგესე, იმიტომ რომ ის მანქანა უნდა დაიშალოს თავიდან ბოლომდე. იმაზე გასწორებას არაფერს არ დავიწყებთ, არაფერს არც დიაგნოსტიკას არ ვაერთებთ, არც ხადავოის მოხდას არ ვაპირებთ და არაფერს. აქედან ახლა სამივე მოვახტებით ამ მანქანებს და გადავინაცვლებთ DTM-ში ჩვენ მეგობართან და იქ უფრო დეტალურად, ანუ უფრო სწორედ ზუსტად და დეტალურად გავივლით ამ ორი ავტომობილის მდგომარეობას. რა როგორ უნდა გაკეთეს, რაზე უნდა გადაეწოს, რა უნდა მოუჭრა და რა უნდა მივადუღოთ. ზუსტად და თან ვინ და ეხა ბესიკასთან, ჩვენ ბესიკასთან მივალთ. BMW-ს პროექტზე ჩიკო გააქტიურებულია ხოლმე, რა თქმა უნდა, იმენა გადატენილია. ყვითელი თვალით ჩასა. საათზე ბესოს რო იგვანტოს სადახარიო თუ ისო ყროხავ. ვერ მორჩიდა რაღაცა, ჯერ ვარ დაუწყიეთ თან. უშინ უკვე დაურეკე. დაი. აბა რა შემიძლია. ზო, ეს პროექტი ბარდება ჩიკოს. მოგეთ, ჩიკოს დავემშვიდობეთ, ბევრი ვისწრიავთ თუ ცოტა ვისწრიავთ, მოვიდა უკვე ის დრო, რომ ეს ორი მანქანა დავტოვოთ და დავშალოთ და გადავაკეთოთ. DTM-ში მოვედით, აქაურობა გეცნობათ, იმიტომ რომ ადრე ვიდეოს რო ვდებდით ხოლმე, ბევრი ვიდეო შეგხვდებოდათ, რომ ამ ადგილას იყო გადაღებული. ასევე შეგახსენებთ, რომ აქ F სერიები BMW-ები იშლება, ძალიან ბევრი ნაწილია, ყველაფერს აკეთებენ, აწყობენ, დაგიშლიან, ისევ აგიწყობენ და ზუსტად მაგიტომ მოვიყვანეთ ჩვენი ორი F სერია, რომ აქედან ერთი უნიკალური მანქანა გამოვიყვანოთ. მოდი შევიდეთ ახლა ბესოს დავილაპარაკოთ, აგვიხსნის დეტალურად, პროფესიონალი გვეტყვის რა არის გასაკეთებელი, რა არის გადასაკეთებელი, რა გვაქვს საყიდელი, ან რა ვიცი, დასაშლელი და გადასაგდები. ყველაფერს მოკლედ ტექნიკური მხარე რაც არის, ყველაფერში დაგვეხმარება ბესო. კიდევ ერთხელ სალამი. სალამი გიო. მოკლედ აი ესეთი გიჟური პროექტი გადავწყვიტეთ, გიჟური, იმიტომ რომ საქართველოში არავის არ გაუკეთებია ორი მანქანიდან F სერიიდან ერთი საწყობა, თან ორი კარგი მანქანა შევიძინეთ მაგისთვის და მოკლედ შევინდა დაგვეხმარო რა. კი ბატონო. მოკლედ დავიწყოთ იმითი, რომ პირველ რიგში ხა ვიზუალური ნაწილები ისედაც იცით რა გადადის, რა არ გადადის, ყველაფერი გეცოდინებათ. ინტერიერში რო ვთქვათ, ხა ამას კრემისფერი სალონი აქვს და იმას შავი, რა თქმა უნდა, გვჭირდება რომ გადავიტანოთ მთლიანი სალონი. ჭერს რაც შეეხება ხო აი უკანა მხარეს უკვე მე მგონი უფრო პრობლემაა. უკანა მხარეს უკვე პრობლემები გვაქვს. უკანა სიდენიებიც F31 სხვანაირი აქვს, ეს გვერდებით. მისაყუდებელი, ხო? მისაყუდებელი კი, უკანა სავარძლები სხვანაირი აქვს. აი აქეთა დაფების და ყველაზე რთული რაც არის საბარგული. მოდი აი საბარგული რო გავხადოთ. კაროჩე, ბევრი ვიბლოთ ავეთ სანამ მაგას თუ აი ესენი ყველაფერი როგორც აქვს, აი შუშის გაღება და რაღაცა. ხო, არა, ეგენი ხო, ეხა ეს გამოვა? ეს ისენი გავიარო და მაგეებზეც გეტყვი კიდე ელექტრონულ ნაწილებზეც რა გვჭირდება. კი, ცოტათი კი. მოკლედ აქ რასაც ხედავთ, არაფერი არ გვადგება. ეს პლასმასები ყველაფერი შავი გვინდა. ერთი ვარიანტი გაქვს, რომ ან უნდა შეღებო, შეღებილი არ გვინდა. მაშინ ყველა აი იყოს ხარისხიანი. ხო და მაშინ ყველაფერი აბსოლუტურად აი ყველა პლასმასი, ესეც გვინდა, ესეც, ანუ ყველაფერი რაც არის გვინდა შავი. სიდენის ზურგების შავი გვინდა, შეიძლება რაღაცის რომელიღაც მოდელის F სერიის მოვარგოთ ზურგები. თუ არა და შეკვეთით ალბათ ვიპოვოთ. თუ არა და უნდა კი, სხვანაირად არ გამოვა. ანუ სრულყოფილი მანქანისთვის გვჭირდება რომ ყველაფერი იყოს შავი. ანუ ჭერი რა, ესეთი პლასმასები შეღებილი რაც მინახავს, დროთა განმავლობაში თითქოს აღებავი ძრება, ანუ ეგეთი რაღაც მქონია. კი, არის, ნუ ხშირი ხმარებისგან იწვება და ხო, ნუ ამ პროექტს არ მოუხდება ეგ. აი, ამდენ რაღაც უნდა იყოს შეუკვეთოთ, იმედია იქ. კი, რაღაც მოიძებნება. ეხა რაც შეეხება ელექტრონულ მხარეს. ნუ ეხა ამაზე ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნდა გადმოვიდეს M3-ის. ხო, ანუ რა მთლიანი ელექტრობა. იმას ხო აქვს სიტყვაზე, მაგალითად, იმას არ აქვს პანორამა, ამას პანორამა აქვს. ეს შუშა ხო ამაზე დასაწყისში ვიძახთ, თუ აქედან იხსნება, ნუ იმას ეგეთი რაღაც ვახში არ არის. კი ბატონო. ეს ყველაფერი რო გადმოეწყობა იქიდან, დერენო დაემატოს ამ მანქანის დეტალები, ელექტრონული რაღაცები, რომელიც იმას არ აქვს. აი პანორამა, ეს პარკინგები აქვს, ამას კამერა აქვს, M3-ს არ აქვს. კომპიუტერში ეწერება. მარტო კომპიუტერში ჯერ, ემატება კომპიუტერში ოფციებად. ოღონდ მანამდე არის მთლიანი ელექტროგაყვანილობა არის დასამატებელი. პარკინგების, ნუ ანუ წარმოიდგინე, აქედან იქამდე მიდის. ხო, ეგ ერთი კამერაც იქიდან აქეთ მოდის და მოკლედ აი სულ რო დაიშლება, იმას არ აქვს და ამას რო აქვს უნდა მივაბათ, რომ კონდეს. და პანორამას უნდა მივაბათ, რომ იმუშაოს. ყველაფერი M3-ზე. ან პატარა ტროსი ამას გავუწევ. პატარა ტროსი, ან ესეთი ტუმბლერი რა. ტუმბლერი ქოი. ან ესეთი რაღაცა. აუ, გადრო იყო. ხო, რესტი სტოპები. ხო, გვინდა რესტი სტოპები? კი, რესტი სტოპები. ესენი გადადის, მაგრამ ეს არ გადადის, ეს გვინდა აუცილებლად. ეს გვინდა.
ნუ მაგას ვიყიდით. ჩამოვიტანთ ალბათ უფრო. ხო, ესენი აუცილებლად F31-ის გვინდა. სხვა არაფერი არ დადგება. რაც შეეხება აუდიო სისტემას, გიო, ხა, M-ს Harman-ი უყენია, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა უყენია. ერთი პრობლემა რაც არის კიდე ამ გადაწყობაში, M-ს უკანა დაფაზე აქვს ორი დინამიკი დამატებითად. და ამ F31-ს კიდე საერთოდ უკან ადგილი ეგეთი არ აქვს. ამაზე, აი ეხა გაჩვენებ. ამაზე დგება, აი აქ დგება, ერთი აქ, ერთი აქ. დამატებითი საერთოდ კი, ჭერის აბიკაშია, საერთოდ განსხვავებული დინამიკია. მარტო F31-ს აქვს ეგენი. და ეგ ორი ცალი დაგჭირდება აუცილებლად. ისე არ გადავა. აი აქ დგება. ანუ ამას არა აქვს, ხო? ამას არა აქვს. აი აქ არის ერთი და აქ მეორე. აჰა, ასე რომ ეგეს სრულყოფილად რომ გადავიტანოთ, ეგერს გვჭირდება. ტექნიკურად ეხლა ჩვენ მაგას მოვაგვარებ ელექტრონულად ყველაფერს მივიყვანთ იმუშავებს. просто ისინი დაგჭირდება სპიკერები. შეკვეთით, ვიშოვით იმედი. აუცილებლად. აქ ცოტა არის ძალიან ეს. აქ ხო, ზოგადად აქ არ ვიცი თუ არის საერთოდ არ არის. დიზელზე გამახსენა კიდე. დიზელი დადის ძალიან ცოტა. ეს ნაწილებიც რჩება ბესოსთან და ვინმეს თუ დაგჭირდებათ ხოლმე დიზელზე, რა ნებისმიერი ნაწილი ყველაფერი რჩება აქ DTM-ში. აი მოდი რეალებული ძრავით მოვლილი ნარბენი მანქანა. აი მოდი ესე რომ შევადაროთ. ხო, კიდე ინტერიერსაც შეეხება ფარდები, აი ფარდები გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ფორმა სხვა აქ უკანაკ არის და ფარდებს ვერ გადავიტანთ. იქნებ რაღაცა მოუხერხოთ, რომ აი ეს ამან მაინც იმუშაოს, აქეთ ამხარემ და ეს ფორმა საერთოდ სხვა აქვს. ეს ნახოთ აბა, როგორ გამოგვივა იმის მიხედვით, ხო. რა კი არ ვიყენებთ ფარდებს, მაგრამ ნუ მაინც კონდეს აქვს რა. ნუ აქედან ყველაფერი მოიხსნება. ფილტრი იმენა. გადაკუჭულია. ნებისმიერი ფილტრის ხსენებაზე ეგ გვაქვს ყველგან, იმიტომ რომ ეგ ვიდეო ვისაც ნანახებ, ბავშვები რო ნახულობ ფილტრს, აი ეგრე ვართ უკვე ფილტრი სპორტო, რამდენ ცხენს უმატებს? ეგ მე მგონი 2-ს აკლებს. ის უფრო მეც მოაკლებს. ეს ნახდათ აკლებს და აქედან ალბათ უმატებს. ნუ აი ესენიც გადასატანია, ეს დუგები არ უყენია იმას, საერთოდ აქ სამაგრის ხვანაირი აქვს, ესენიც ეგენი დადგება იმას. დავაყენებთ ყველაფერს. დავმართავთ. ეს 4-ვე წამყვანია რა, ანუ ხადაუიზეს რას ფიქრობთ ეს სავალზე, რომ ალბათ ყველაფერი სხვადასხვა არის, ანუ თუ ერგება საერთოდ იმას. კი, მოერგება, ანუ ესე ვთქვათ, რამა ძარა ერთი და იგივე აქვს და თავისი სავალი ნაწილებით ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ამიდან. იქიდან დარჩება მარტო ჩონჩხი. იმედია საბოლტეები იქნება საბოლტეები თუ არა და ჩუმად მივაპრიხვათ კეთ და დაახლოებით ვადები როგორ არის, აი რა დრო დაჭირდება იქიდან აქეთ გადმოწყობას. დაახლოებით, ნუ ესე ცოტა რთული სათქმელია, ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი რა, ხო ხდები, ახლა მარტო მექანიკური მხარე არ არის, იქ ელექტრონული ნაწილიც არის და მე ვფიქრობ, რომ ორი კვირა მაინც დაჭირდება. ანუ ორი კვირა რო სრულად ყველაფერი გაიმართოს ისე როგორც საჭიროა. ორ კვირა ძალიან მაგარი დროა. მოგეთ ამ ორ კვირაში იქიდან ხო გადმოეწყობა ყველაფერი აქეთ, მაგრამ ესეც ბოლომდე და პირიქით აქედან იქით. თუ გინდა იქიდან აქედან გადმოვაწყოთ. M3 დიზელი გავშინოთ. ეგეც საინტერესოა. M3 დიზელი. მოგეთ აქედან ყველაფერს რო გადავაწყოთ იქით, უნდა გაიტესტოს, რომ ყველაფერი მუშაობს, მაგრამ ბოლომდე იდეალურად არ უნდა ავაწყოთ, იმიტომ რაღაცები მოხსნილი უნდა იყოს. კრილოებიც უნდა გადავიტანოთ, ანუ ეს უნდა შედუღდეს, შინ სალონს ვერ დავტოვებთ, იმიტომ რომ დაიწება, ალბათ სათქმელიც არ არის, მაგრამ მაინც რო ახსნა დეტალურად. მერე უნდა წავიყვანოთ რაღაც დონემდე რომ მივიყვანთ აწყობს და რომ ნახავთ რომ მუშაობს, ანუ run and drive რო იქნება, მერე უნდა წავიყვანოთ სათუნუქეზე შევაგდოთ, ჭრაკერვა უნდა დავამატოთ, მერე ნუ ბამპერები ყველაფერი უნდა ავაწყოთ ის ადგილები უნდა შეიღებოს, ეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ვიზუალური მხარე მორჩენილი იყოს და მერე ისევ აქ უნდა მოვიყვანოთ, რომ ბესომ თავისი გუნდი დაამთავროს თავიდან ბოლომდე ტექნიკური მხარე, რომ ყველაფერი მუშაობდეს, ელექტროობას და მანქანას რომ დადიოდეს ისე როგორც საჭიროა. და პლუს მაგას რამე თუ იქნება შესაძლებელი, იმიტომ ეხლა ლილოში ვიყავით, სანამ მოვიდოდით, ცოტა გავერთეთ, სანამ დავშვიდით, ჩიკოც ყავდა, მე ვიდეოში ნახავ, რაღაც გავტესტ, ნუ ეს რა თქმა უნდა, იმითი უბრალოდ მაიმუნობდით.
ამით რომ ვიარ დიდად მოხებული არ დავრჩი, იმიტომ რომ რაღაცეები აგლა გზაშიც რომ სანამ ჩავიდოდი ეს ხვირი აგდია სივიკივით დახტუნავს, ანუ არ ვიცი რა არის, რაღაც გადაჭრილია ყველაფერი, შუაზე მე მგონი. იქ რაღაც ჩექსანთევ და მე ემოუდი ვაფშე გამითიშა მანუალით გადავრთე ესენი მოცურება და რაღაცა, ნუ აი ჩვენ რო ემოთხი ყავდა და დაუდიოდით ახლოსაც არ იყო იმას. ნებისე ეს ნარბენია სერიოზულად და ბალკას მე მგონი უბრახუნებდა. ერთი სიტყვით რეზინა იქნება თუ სავალში რამე იქნება შესასვლელი ყველაფერი ახალი დავაყენოთ. კი ბატონო. ყველაფერი. რო დავშლით ის რო ეწყობა მით თუნა ბიზანოსაც. აჰა. ხო აუცილებლად რო დავშლით ყველაფერს გეტყვი და შევცვალოთ რა შესასვლელი იქნება. სანდო ხელში ვტოვებთ ამ მანქანას, DTM-ში მიხედავენ ისე როგორც საჭიროა და როგორც უხეში ტესტ-დრაივის არ შეეფერება. დანარჩენს უნდა დაელოდოთ, ამის ვიდეოს რა თქმა უნდა შემოგთავაზებთ. ჩვენ კი გადავიღებთ წინასწარ, მაგრამ თავისი დრო, როდესაც იქნება რაღაც დონემდე მისული ეს ავტომობილი, რომ საინტერესო იყოს ვიდეოსთვის, მე კარგ ვიდეოს შემოგთავაზებთ ხოლმე. რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ჯოები დაგვაქვს ყველგან, იმიტომ რომ ეს ორი ახალი ავტომობილი უნდა გავასურნელოთ, ამ ბიჭებს დიდი დროის გატარება მოუწევთ ამ ორივე ავტომობილში. კარგი სურნელი ტრიალები, რამე არ შევწყვეთ. ერთი სიტყვით დღეისათვის სულ ეს იყო, ძალიან გახარებული ვარ, რომ ესეთი პროექტი შეგვიძლია რომ განვახორციელოთ საქართველოს ჩვენ მეგობრების დახმარებით. იმედია მოგეწონებათ, იმიტომ რომ დასრულებულს რა თქმა უნდა ჩვენ კარგ დისკებს და კარგ კარბონებს არ მოვაკლეთ, თუ დაბრენდვა დაჭირდება რაღაცებს და დასტიკერება მაგასაც გავუკეთებთ, ფერსაც კარგ შეურჩევთ, ავტომობილსაც და დისკებსაც და ნუ ერთი სიტყვით ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ყველას უნდა მოგეწონოთ. თუ წინასწარ მაინც გაინტერესებთ დაახლოებით როგორი უნდა იყოს ეს ავტომობილი დასრულებული, მაგალითისთვის ვინც გააკეთა თუნდაც იქ დიდ ბრიტანეთში იმის სურათებს ამოვანათებთ. მაგრამ გარწმუნებთ ჩვენი უკეთესი გამოვა, იმიტომ რომ უფრო უხეში იქნება, მეტისი უხეში იქნება ჩვენ ფურგონს. დარჩი ჩვენ არხზე გამოიწერეთ ჩვენი არხი დაალაიქეთ და კომენტარებს ამ ვიდეოს მერე ჩაუждები. დროებით. Motherfucker, this is draft day. I hear niggas talking what the bag say. Pockets hella flat, I told myself this is the last day.